მთავრობა მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმები დაამტკიცა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები ამ პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ შეფასდებიან. შეფასების სისტემა პირველ რიგში იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომლებიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღებიდან მოყოლებულნი დაინიშნენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ამჟამად 12 მოსამართლეა დანიშნული. კრიტერიუმები არის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული, რათა მართლმსაჯულებაში გამოირიცხოს მთელი სიცოცხლის ვადით ისეთი კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც ან კორუმპირებული იქნებიან, ან არ ეცოდინებათ კანონები, ან რაც ყველაზე მთავარია აგრეთვე არ იციან როგორ მოიქცნენ სასამართლო დარბაზში და არ იციან როგორ დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა იქნება ყველა ახლად დანიშნული მოსამართლისთვის და ასეთი ჩვენ გვყავს დღეს 12.